ნაცემი ადამიანები, დაკავებული ადამიანები ვნახეთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, სადაც ჩანს, ვინცემს პოლიციელს გულისხმობ. ერთი შემთხვევა მაინც შეგეძლიათ მითხრათ, რომ რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში არის მიცემული? არ არის. ასეთი შემთხვევა არ არის. ამიტომ ამბობ, რომ სამართალით სამხრივი ვერ იქნება. თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმაც დააშავა, ამისთვისაც არსებობს კანონი. და მიდგომა უნდა იყოს თანაბარი. თუ ამ შენობის უკანა შესასვლელთან ხდება ძალადობა, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას დაიწყოს დაშლა რუსთაველზე. ჩემი შეფასებით არა. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც დგანან რუსთაველზე და მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, შეიძლება საერთოდ არ იცოდნენ და სავარაუდოდ არ იციან ხშირად, რა ხდება უკანა შესასვლელთან, ან რა ხდება ჭიჭინაძის ქუჩაზე. და მათი მშვიდობიანი პროტესტი იმსახურებს დაცვას და მოძალადეების ქმედა იმსახურებს შესაბამის პასუხის გაცემას.